გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე? ხა ნახე სულ ცდილობ რაღაცაზე ჩავსვა ისა, მაგრამ რა რეკლამა მინდა ჩავსვა. მიდი დღეს შენი დღეა. რომ მივაბა ამაზე გამახსენდა მინდა ვთქვა და ვერაფერს და გახსენდა. რატო აი მე რა მაღაზია ადვილი რა არის. ნებისმიერ ბროწეულს იღებ და ბროწეულზე აი გამახსენ. მოდი გეტყვი ისი რეკლამა მინდა და მოდი მივაბად ბროწეულს. მიდი. აქვს თბილისის სასტუმროებზე ძალიან კარგი შეთავაზებები. ანუ ძალიან იაფად შეგიძლიათ თბილისში აიღო სასტუმრო. აი 50 ლარიდან იწყება. მინიმი ბროწეულს როგორ მინიბა? ბროწეულის ფასზე დეკორატიდი არ არის. 10 კილო ბროწეულის ფასად. იბა აბა ბროწეულზე გამახსენდა გარეთ ატლასი, შიგნით 1000. ვარი კი, გამოცანაა. შიგნით რაც შეეხება თბილისში შიგნით თუ გინდა და თბილისში სასტუმროში ყოფილ ხარ? თბილისში ალბათ არა. რა პაუზა იყო? ყოფილი ვარ, მაგრამ არ დავრჩენილ ვარ და აბა იცი მივსულ ვარ, წამოვსულ ვარ ეხლა. არა, მასე რაღაცა შეხვდი. ამე არ გამითევია სასტუმრო. რა საქმეა? არა სხვა რამეს ერთად ვიყავი უფრო დაიძაბა. კი. ჩვენ გადაცემა გვაქვს სასტუმროში ჩაწერილი ხალხო. რაღაც პრეზენტაცია იყო და მახსოვს სულქალს შეუჭამა საჭმელი კი, კაცო, კი. წვადი. წვადი არა და ორ პრეზენტაციაზე ვარ მე და შენ ხელ ჩაქცევ. მე და ხენ. შედახოჟე. მე და წინ უნდა გეთქვა. ბიჭო, ლაპარაკში რო გერევა შიდა. წარდები ლაპარაკში. ბავშვობაში მე რა ქიმშვენდას ვეცა. მე ვარ დარჩენილი ხა მე ქუთაისიდან რომ დავდიოდი კავენის სათამაშო. შენ არ ხარ ეხლა თბილისში. ქუთაისში ყოფილ ხარ სასტუმროში, ნახე? კი. ქუთაისში დარჩენილი ხარ სასტუმროში. დიახ. გამოგდებული ხარ ისახიდან რაღაცა პერიოდი. ხო და აქ ვაგზალზე იყო ძალიან ძვირი. მდაბიო სასტუმრო. სადაც სტუდენტები რა. ძალიან იაფიყიდა და იქვე იყო სპეციფიკური ყოფაქცევის ქალების ოთახები, სადაც ერთ-ერთი ჩვენი გუნდელი წავიდა და მოვიდა უკმაყოფილო, რომ ის ხალიო პარალელურად ქსოვდა. რას ქსოვდა, რას? ვის პარალელურად? არა, მაგას მივხვდი, მაგრამ რას ქსოვდა? აუ ბიჭო, ეგეთი სამაგიეროდ ჯემბრით დაბრუნდა. ცოტა დაამატა და ჯემბრით კუდით დაბრუნდა. წინდები. აი, რახან მაკეტიდან გადავედით. ერთ ჩემ მეგობარს აქვს მოყოლი, რომ იგივე პროფესიის ქალბატონი პარალელურად ვაშლს ჭამს. მე ვიცი რომ თლიდა და თლილად იყავი ის დანა. მაი დანა არა. ჩრელია და ხილი არ გავიჭი. ეს ჩალახრა შუნებდა. ვაა, და თქვენ კიდე кай ქვეყნის აშენება გინდა. кай მოდი ხო. ხო და როგორ მოიცა კიდე რაღაცა იცის. მიდი. აღარ მოიყოლება? არ მოიყოლება ნამდვილი. მოდი ბიჭი, მოდი ჩქარო, იცი? ჩემ მეგობარი აგროვა 3 თვე აგროვა ფული. 15 მანეთი. მივიდა გადაიხადა იქ მესართულესთან. წავიდა და ისე დახს. ბიჭი, მოდი ჩქარო მატარებელზე მაგვია. ატეხა მან ტირილი გამოიქცა და მიბურე ჩემი 15 ლარია და იმ 15 ლარს წავედით სახილში. ვახ, რაში გადავიდა ბროწეულის ამბავი. სტატია ინტერნეტიდან არის ესეთი, უი გადავხდი მოდიში იქ სხვა თემაზე გადავედი. ეს ამბავი მოვყევით რეკლამის ამბავი. გადავდიოდი იმას. მიდი გადავდი.
მაშინ იყო სამი სასტუმრო და დღეს არის თბილისში უკვე ასობით სასტუმრო და ისე შეგიძლიათ ფასდაკლებები იპოვოთ 50 ლარადაც ხანდახან და სასტუმროში დარჩენა სასტუმრო იყო ის გახსოვს რო გაიხსნა შერატონი ეგ იყო ეგეთი რა ხალხი მიდიოდა საქორწინო საქორწინო მოგზაურობა იყო წყალი მან გახსოვს რომ პირველ წელს მე მეტროში ვარ ნამყოფი საბანაოდ და ხალხი იქ დადიოდა შერატონში ეგ რო გაიხსნა პირველ წელს კონდათ ესეთი შეთავაზება გამისახლის ირო საკვებია მაგრამ ვარ გოგირდის ხარ ესეც შეთავაზება იყო გაატარი ახალი წელი შერატონში შენა მიდიოდა 2 დღე დენი ქონდა ნაძვის ხე ხო ნაძვის ხე განძვირი ხდა რა და იცოდი რომ დენი არ წავიდოდა თან ეგ იყო თავარი ხო დენი არ წავიდა და ჯიბგირებს არ შემოუშვებდნენ აცული იყავი რა თან დენი რო იყო ცოცხალი შეხედე ცოცხალი გამოდიოდი აბა და სადაც $200 თუ რაღაც ეგრე ღირდა ვიღაცაზე ვიძახდით მახსოვს ბიჭო ამდენი ფული აქ წადი რა წადი სასტუმროში შეხვდი ახალს რას დადიხარ ამ ევროპაში ეს იყო რა ეს სად იყო ევროპაში იყო ევროპა მაშინ სულ იყო ევროპა არა ერთი თვითნავი დაფრინავდა ვეინაში და მორჩა და 6 ვიზა გჭირდებოდა რომ შეეშვა ერთი ვიზით კი არ გიშვები როგორ არ გიშვები მე ნამყოფი ის კაცი ხა ჩამოსულიყო ვენიდან და წაიღო ეთხოვნა რომ ამ ბიჭს მოგტაცებ ეს მე მიმხავს